რაც დავბიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ბოლო 12 საათია ყველა გერმანიის დამარცხებას ზეიმობს. იქეთ პარაგვაი ზეიმობს, რომ გერმანიის ნაკრები გამოაგდოს მსოფლიო ჩემპიონატიდან. აქეთ პროჭორულელები ზეიმობენ, რომ ელჩ ფიშერს როგორც იქნა დაუმთავრდა ელჩობის ვადა, დაუმთავრდა საერთო დიპლომატიური სამსახურის ვადა და წავიდა არა მარტო საქართველოსთან, არამედ ზოგადად დიპლომატიური სამსახურიდან. და დიდი გნიასი აქვს ამის გამო გამართული პროჭორულელებს. ანდონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ პირიქით ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ დაზიანებული იყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის. Lieber Peter, auf Wiedersehen. მეტი რა უნდა ვთქვათ, კარგად იყოს. თვითონ ელჩმა ფიშერმა ნახევრად სახუმარო ვიდეო გამოაქვეყნა თავის X სოციალურ ქსელში, ანუ ყოფილ Twitter-ში, რომელსაც სასაცილო სიმღერა დაურთო. ამ ვიდეოში მოკლე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ყველა ბობოლა პროჭორულელი დაწყებული კობახიძე და შალვა პაპუაშვილით, რომელიც თამადაა სადღაც უფრად, სადაც სავარაუდოდ ფიშერი იყო მიწვეული, დამთავრებული ლაშხებით და წულუკიანებით და ვეღაცაებით. და მე ამავე ადამიანების გამონათქვამები როგორ აბრალებენ ელჩ ფიშერს და ზოგადად გერმანიას, რომ არის deep state-ის აგენტი, ჭანჭიკი, როგორც ვოლსკი ამბობს და ხელს უწყობს საქართველოში ექსტრემიზმის განვითარებას და რევოლუციებს. ეს კაცი 4 წელი აკეთებდა პრაქტიკულად მხოლოდ იმას, რომ ხარს უჭერდა ერთი საქართველოს დემოკრატიას, ერთი ხელით და მეორე ხელით იგერიებდა კოცებს, რომლებიც ამის გამო მას რევოლუციონერობას აბრალებდნენ. პროჭორულელებისთვის, რა თქმა უნდა, ელჩი ფიშერის ფიგურა არ იყო კომფორტული, საერთოდ არ იყო კომფორტული, მათთვის ძალიან კომფორტული იყო სამაგიეროდ ელჩ knirschis ფიგურა, რომელიც იქამდე 4 წელი, 2022 წლამდე 4 წელი ელჩობდა გერმანიას საქართველოში და რომელიც პრაქტიკულად ჯიბეში ყავდა ბორია ივანაშვილს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს არა მარტო ჩვენი ეჭვები, არამედ ბილდის გამოძიება, რომელმაც გამოაქვეყნა მასალები, რომ მაშინდელი ელჩის knirschis ცოლი მუშაობდა ბორის ივანაშვილის ქუთაისის უნივერსიტეტში და ამისთვის შეუსაბამოდ დიდ ხელფას იღებდა. მიზეზი ძალიან კარგად ვიცით. შეთქმულების თეორიებს რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ელჩი knirschი იჯდა საქართველოს პარლამენტის შენობაში 2019 წლის 20 ივნისის ღამეს და საკუთარი თვალით უყურებდა, როგორ არბევდა პროჭორულელების მილიცია ქართველებს და როგორ თხრიდა თვალებს. გახარი ამ გასაბრძანება თუ არ გასა, ამაზე ახლა არ მაქვს ლაპარაკი. ფაქტია, რომ ელჩი knirschი მათ მოიყვანეს როგორც საკუთარი კუდი, ადამიანი, რომელიც თურმე ჯიბეში ეждათ, საკუთარი კუდი მოიყვანეს და გაიპრავეს თავი ქართველების დარბევაში. და ელჩი knirschი ამისთვის ძალიან კარგად გამოიყენეს. რამდენი აიღო, ცალკე აიღო თუ არა ამისთვის knirschმა რამე მე არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ელჩი knirschი მათთვის იყო კუდის ამწევი და ბინძური კვალის დამფარავი. knirschis ნაირი ჩამოა თუ არა, აწი, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ გერმანიას ახლა, რა თქმა უნდა, მოუწევს ახალი ელჩის გამოგზავნა საქართველოში და ეს პროჭორულელებს მისცემს მშვენიერ შესაძლებლობას, რომ ივაჭრონ ორი რამით. ერთი იმით, რომ დაანიშნინონ როგორც იქნა აღიარებინონ გერმანელებს საქართველოს ელჩად გერმანიაში ალეკო კარტოზია, რომელიც ჯერ კიდევ 2025 წელს გაგზავნეს პროჭორულელებმა, მაგრამ აგრემან დღემდე არ მისცეს გერმანელებმა და დღემდე ვერ არის ელჩი. და მეორე წააშალონ საკუთარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდიდან სალომე ზურაბიშვილი როგორც საქართველოს პრეზიდენტი. და ამაზე გახსოვთ, რომ სხეულის თმოვანი საფარველი სერიოზულად დაიპუტეს ძალიან ბევრჯერ პროჭორულელებმა, რომ დღემდე ხედავენ, დღემდე უყურებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი გერმანიას პრაქტიკულად აღიარებული ყავს ისევ საქართველოს პრეზიდენტად. ამაზე პროჭორულელები, რა თქმა უნდა, ივაჭრებენ, ამის გამო დაემუქრებია, რომ ახალ ელჩს გერმანიისას აგრემას არ მისცემენ და სავარაუდოდ ამ ორ დათმობას გამოივაჭრებენ, მაგრამ რა შეიცვლება ამით გერმანია-საქართველოს ურთიერთობაში ან საქართველოს ურთიერთობაში ევროპასთან? ეს უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშანია. ამ ორ პატარა დათმობას, კარტოზიას აღიარებას ელჩად და სალომე ზურაბიშვილის არ აღიარებას პრეზიდენტად, პროჭორულელები ალბათ თავიანთი შანტაჟის ფასად გამოივაჭრებენ, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში ვერაფერს ვერ შეცვლის საქართველოს გერმანიის ურთიერთობაში და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობაში, ზოგადად საქართველოს დასავლეთის ურთიერთობაში. იმიტომ რომ გერმანიის ევროკავშირის დასავლეთის ურთიერთობა პროჭორულელები საქართველოსთან შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, ხარისხობრივად შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცვლება პროჭორულელი, როდესაც შეიცვლება მათ მიერ მართული საქართველო. ხოლო პროჭორულელის შეცვლას რაც შეეხება, ერთი ქართული ანდაზა მახსენდება მხოლოდ და მხოლოდ კუზიანს კუბუასწორებს. რაც დავბიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში.
შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემოდა.